პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით გადის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის პროექტი. აღნიშნული ინიციატივა ამერიკული ფარას ანალოგია. 16 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელიც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5,000 ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი, ვინც რეგისტრაციას თავს არიდებს, 10,000 ლარი დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცვლილებების მიღების შემდგომ კი უკვე მიღებული უცხოური გავლენის გამჭოლობის კანონის გაუქმება იგეგმება. ამერიკული ფარა ვრცელდება მტრული სახელმწიფოების ინტერესებზე, ასევე ის, რომ ამერიკული ფარა არ ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს პროტესტის დისკრედიტირება. ის ხედავს, რომ არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო სექტორი მაქსიმალურად ჩართულია ამ პროტესტში, გამოხატავს საკუთარ განსხვავებულ აზრს და რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ ამ პროტესტის დისკრედიტირება მოახდინონ, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტირება მოახდინონ და ამით დაიქვემდება, რომ საბოლოოდ და ჩაახშონ ის სიტუაცია, რაც არის დღესდღეობით საქართველოში. ეს კანონები იმიტომ კი არ იქნება რომ რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზოგადად სამოქალაქო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. არამედ იქნება იმისათვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ როგორმე პროტესტი ჩაახშოს და ყველა ის სეგმენტი, რომელიც პროტესტში რამენაირიმე ფორმით მონაწილეობდეს, ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეზღუდოს. ვერც ამერიკული, ვერც ბრიტანული, ვერც ვერანაირი ევროპული კანონი იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ინსტიტუციები არ არსებობს, ვერ იმუშავებს სრულფასოვნად. ქართულ ოცნებას ჩვენ ვეთანხმებით, რომ ამ ფარას კანონს მხარს დაუჭერთ, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ამერიკას უნდა უსაფრთხოება და ნამდვილად უნდა ნებისმიერ ქვეყანას, რატო არ უნდა იგივე საქართველოს? რატომღაც ეს ნარატივი შემოიტანეს, რომ ის რაც ამერიკაში არის, შეიძლება არ იყოს კარგი საქართველოში. ეხლა თუ არის დემოკრატია კარგი ამერიკაში და დემოკრატია არის, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ფინანსები, რატო არ უნდა იყოს საქართველოში? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენი, მათ შორის ხალხის ძალის წერილები თუ კომენტარები დაადასტურა ამერიკის პრეზიდენტმა და ფარას კანონის არსებობის აუცილებლობაც კი დაადასტურა ტრამპმა, როდესაც ბრძანება გამოსცა და ეს USAID-ის დახურა პრაქტიკულად და თქვა იგივე რასაც ვამბობდით, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნებში აი ამ ფულით პოლიტიკაში ჩაერიო. არანაირი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის მუშაობას არ აქვს. არანაირი აბსოლუტურად. კი, მართალია 18 წელში იყო მიღებული, სხვადასხვა მიზნები ჰქონდა ამას. შეიცვალა დროება, შეიცვალა კანონის შინაარსიც და რასაკვირველია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იცოდნენ რა თანხა შემოდის და ვინ რა საქმეში ხარჯავს ამ თანხას. გარედან შემოსულ თანხებზეა ლაპარაკი. ჩვენ ამ კანონის გამო ამ კანონის საფუძველზე, ამ კანონის დახმარებით ვიცით, სად რა ფული დაიხარჯა იმისათვის, რათა საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყო გარკვეული აქციები მომზადებული და განხორციელებული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები იძულებული იყვნენ ამ კანონის მიხედვით გაემჟღავნებინათ, რომ უშუალებელი 100,000 დოლარი აქვს მიღებული იმისათვის, რათა თეთრ სახლში ან სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებისას კონკრეტული განცხადებები გაეკეთებინათ საქართველოს წინააღმდეგ და კონკრეტული შეკითხვები დაესვათ.